ეხაც თუ შევწდი სახშო ცოცხალი არ წავა. ფსონა იამარი. ეს ტაფსონე შენ გეძღნება. სამი ცალი. გვირგვინოსნები იცის და აღამდენი დარჩა ამ ტურში. კიდე 4 კითხვა. აუ მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პრესინგის ნახევარფინალურ დაპირისპირებას, სადაც საუკეთესო მოთამაშეები არიან უკვე დარჩენილი და ისინი იბრძოლებენ ჰეინეკენისა და სეტანტა სპორტის საჩუქრისთვის, ჩემპიონთა ლიგის ფინალის ორკაციანი საგზურისთვის. დღევანდელ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთის წინააღმდეგ წარსდგებიან პატა ჩახვაშვილი, ანდრო ხელაძე და თაზო ჩარკვიანი. მეგობრებო, მზადყოფნა თუ არა? ეთნაკლება. ეძლების დაკვა. ეთნაკლები უფრო მეტია ვიდრე არა და ამიტომ დავიწყოთ. პირველი რაუნდი შეტევა. პირველ რაუნდში წესები შეცვლილია. უბრალოდ შეცვლილია თუ რა უნდა გამოიცნოთ და რა უნდა დაასახელოთ. ამ შემთხვევაში თქვენ წინ გამოჩნდება მსოფლიოს ჩემპიონატის, ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ჩემპიონატის და ერთ-ერთი საკლუბო ჩემპიონატის კონკრეტული სეზონი. კვლავ რიგრიგობით დაბლოკავთ. დარჩება ერთი რომელიმე ღონისძიება და მერე უნდა გამოიცნოთ თუ იქნება ეს მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი ან ჩემპიონთა ლიგა მერვედფინალური ბადე, ხოლო თუ ეს იქნება კონკრეტული ქვეყნის ჩემპიონატი, მაშინ გუნდები, რომლებიც ამ წელს მონაწილეობდნენ. რაც უფრო მაღალ პოზიციან გუნდს იტყვით, უფრო ნაკლებ ფულას აიღებთ, ხოლო რაც შეეხება მერვედფინალს და ამ ბადეს, ამ შემთხვევაში წყვილები უნდა გამოიცნოთ. მერვედფინალის გამოცნობა არის 5 ქულა, მეოთხედფინალის 3, ნახევარფინალის კი 1. ფინალი გამოსაცნობი არ იქნება. კვლავ 3 სტრაიკამდე არის თამაში და კვლავ ყველაზე მეტფულიანი ადამიანი, თუ სტრაიკები არ გექნებათ 3-3, გაიმარჯვებს ამ რაუნდში. მოდით დავიწყოთ და ნახოთ რა არის თემები. ეს არის მსოფლიოს ჩემპიონატი 1998 წლის, ჩემპიონთა ლიგა 2016-2017, ევროპის ჩემპიონატი 2016 და ლა ლიგა 2009-10 წლების სეზონი. ვინ დაბლოკავს პირველი? მე დაბლოკავ სოფლიო 98. სოფლიო დაგვემშვიდობა. მოდი მე დავბლოკავ ჩემპიონთა ლიგას. ჩემპიონთა ლიგა დაგვრჩა ევრო 2016 თუ ლა ლიგა 2009? ბიჭო, ლა ლიგა 2009 რო ავირჩიო, ეხლა რატომ კაც? ევრო 2016. ევრო 2016. წუხვა რომ არავინ არც ერთხელ არ აირჩიეთ ლა ლიგა, კი არა და ქვეყნის ჩემპიონატი. ის ყველაზე ლამაზი მუნდიალი დაბლოკავ. 98, ხო? ანუ ევროს თამაშობთ, ხო? ვიყავი დაბადებული. მომართ მე ყოფილვარ დაბადებული. ევრო 2016-ს თამაშობთ, ხო? კი, ყველა დაბადებული როცა ვიყავ. ჩვენ თამაშობთ ტურნირს, როდესაც ყველა დაბადებული იყო. კი. მას შემდეგ ვინც დაიბადა, ის არ არსებობს. ეს არის ევროპის ჩემპიონატი, მეგობრებო, სადაც ფინალური დაპირისპირება იყო პორტუგალია-საფრანგეთი, დასამალი რა არის. ანდრომ დაბლოკა ბოლოს და ანდრო დაიწყებს. კიდევ ერთხელ, მერვედფინალურ წყვილს თუ იტყვი, ეს არის 5 ქულა. მეოთხედფინალურ წყვილს თუ იტყვი, ეს არის 3, ნახევარფინალი კი 2 ქულა. 1 ქულა, ბოდიში. ოღონდ სანამ იტყვით წყვილს, მითხარით, რომელ ეტაპზე საუბრობთ. აი მაგალითად რო თქვათ, ახლა ბრაზილია, არგენტინა, მეოთხედფინალი, ესე უნდა მითხრათ. მეოთხედფინალი დაიწყება, ხო? მაგდროს. მერვედფინალიდან იწყება. მერვედფინალიდან იწყება და ვაა, საინტერესოა ძალიან. აი პირველივე სტრაიკი არ მინდა. დაიწყებ. ხო, დავიწყებ. კაი, დავიწყებ. პორტუგალია, უელს, ესა კი არა და ბელგია, უელსი, მეოთხედფინალი. სწორია, 3 ქულა. მე ვიტყვი მერვედფინალს ინგლისი, ისლანდია. ნამდვილად, პლუს 5 ქულა. მაშინ მეც მერვედფინალით დავიწყებ და ვიტყვი ბელგია, უნგრეთს. ბელგია, უნგრეთი, 5 ქულა. ანდრო? მე ვიტყვი, რა ეტაპი იყო. იტალია, ესპანეთი, მერვედფინალი. პლუს 5 ქულა. მე ვიტყვი მეოთხედფინალს საფრანგეთი, ისლანდია. ნამდვილად, პლუს 3 ქულა. პატა? კარგი.
შინ მეც მოდი ერთ მეოთხედ ფინალს ვიტყვი. ეს იყო იტალია, გერმანია. ნამდვილად, 3 ქულა. მე უნდა მეთქვა. მაგრამ მე ხონდა მომიწიოს შეცვლამ რაღაცა. იმედია ეგ იყო. პორტუგალია, ხორვატია, მეერთე ფინალი. ნამდვილად, პლუს 5 ქულა. თაზო? პორტუგალია, პოლონეთი მეოთხედ ფინალი. სწორია. მეოთხედ ფინალი აღარ გვაქვს მეგობრებო. ბოლო სამქულიანი წვილი თაზომ გამოიცნო. პატა. რთული თქვა თუ ადვილი? შენ როგორც გესი ამოვნება. აი. მოდი მაშინ მე ვიტყვი მეერთე ფინალში იყო ეგეთი გვირგვინის მონების დაპირისპირება უელსი ჩრდილო ირლანდია. ნამდვილად, 5 შანსი ქულა. არ გვაქვს პორტუგალია ჩრდილო ირლანდია, კი არა უელსი ჩრდილო ირლანდია. ვახ. საფრანგეთო ის მოუგე მეერთე ფინალში. კაი პორტუგალია უელს. ნახევარფინალი. კი ბატონო, 1 ქულა. ერთი ხო? კი. გაცრავ. მთელი ერთი. ორი მაქსოვდა და მეთქი რაღაც წავი ჩოჩებს. აი მეორე ნახევარფინალს ვიტყვი საფრანგეთი, გერმანია. ესეც სწორია, 1 ქულა და დაგვრჩა მეგობრებო, მხოლოდ მეერთე ფინალური დაპირისპირებები. 3 ცალი. გვირგვინოსნები იცის და აი მაშინ გერმანიამ ვის მოუგო მეერთე ფინალში მაგას ვიტყვი. ეს იყო სლოვაკეთი. ნამდვილად, სლოვაკეთი იყო. 5 ქულა. რატომ გამოვედი მაყურებლად უფრო გინდოდი? აი. თითო გუნდი იცით, ახლა მთავარია გაიხსენოთ ვის მოუგეს თორე. თითო გუნდი. ანუ მეოთხედ ფინალი ხო მაგას ვეძებდი, ხა რა გუნდები არ თქმულა. პოლონეთი არ თქმულა. 10 წამზე სტრაიკია. პოლონეთი არ თქმულა. საფრანგეთი და პოლონეთი დაგჭათ მე მგონი, ხო? კი. ეგრეა. კაი, 10 წამზე სტრაიკიაო და კი. პოლონეთი, შოტლანდია არ ვიცი. სტრაიკი. თაზო? საფრანგეთმა ხო არ მოუგო ირლანდიას. ნამდვილად. პლუს 5 ქულა. და დაგვრჩა ერთადერთი მეერთე ფინალური დაპირისპირება, რომელიც პატა ალბათ იცი, ხო? რა თქმა უნდა. თქვა? კი. პოლონეთი, შვეიცარია. პოლონეთი, შვეიცარია იყო, შაკირის. ნამდვილად, ბოლო დაპირისპირება. რაც იმას ნიშნავს მეგობრებო, რაუნდი მორჩა. პატა გავიდა პირველ ადგილზე, მეორეზე გავიდა თაზო, მესამეზე კი ანდრო. ანუ პატა 50 ქულა, 30 ქულა თაზო, ანდროს ჯერჯერობით ქულა არ აქვს. გითხარით, აიღეთ ლალიგა მეთქი და არ მიჯერებდით. უკვე თქვა ნუმანსიები. პირველი რაუნდი მეგობრებო, ამით დასრულდა, ვიწყებთ ჰეინეკენის რაუნდს, ტაქტიკოსი. მეორე რაუნდი, ტაქტიკოსი მეგობრებო. ამ რაუნდში ისევ ტრადიციულად გვექნება 5 თემა, 10, 20 და 30 ქულიანი შეკითხვები და ამ რაუნდის გამაერთიანებელი ერთი მთლიანი თემა იქნება მუსიკა. მუსიკა უბრალოდ იმიტომ რომ სახელები ქვიათ სხვადასხვა კომპოზიციების თემებს, თორე თემებს რა თქმა უნდა აგიხსნით. პირველი არის Final Cut-ი, ანუ განაცხადში რო ვერ მოხდნენ ის ფეხბურთელები, რაღაც განაცხადში ვერ მოხდნენ. მეორე არის რონალდ რეიგანის ერა, ანუ 80-იანი წლების იმ პერიოდის, როცა რეიგანი იყო იმდროინდელი ფეხბურთი, ოქროს წლები Golden Years, შემდეგ სამწუხაროა, მაგრამ სიმართლეა, Sad But True, მეტალიკა სიმღერაა და Painted Black, ანუ დეპრესიაზე ფეხბურთში, რაღაც. სვისია? Painted Black-ი არის Rolling Stones-ის. დაიწყე. პატა. მოდი მე დავიწყებ და პირველს ვიტყვი, აი რონალდ რეიგანის ერა მაინტერესებს 10 ქულიანი. რონალდ რეიგანი 10 ქულიანი. 1985-6 წლების სეზონში ამ კლუბმა ისტორიაში პირველად მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი. იმავე სეზონში რეკორდული 27 თამაშიანი წაუგებელი სერია გამოაცხეს და პირველად გაიბწყინა სახელმა, რომელიც წლების შემდეგ ქვეყნის ფეხბურთის უმთავრეს ფლაგმანად იქცა. ეს კლუბი უნდა დაასახელო. არის სენ-ჟერმენს ვიტყვი. პლუს 10 ქულა. ანდრო?
ჩემჯერია? კი. კაი, სამწუხაროა, მაგრამ სიმართლეა 20 კლუბი. ამ ფეხბურთელს ხმაურიანი კარიერა ჰქონდა. მოედანზე და მის მიღმაც მუდამ ყურადღების ცენტრში იყო. თავისი თამაშითა და ექსცენტრიულობით პრემიერ ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟი გახლდათ. სამშობლოში, იუვენტუსში, ნაპოლი, მილანსა და ლაციოში ითამაშა, მაგრამ ნაკრებში არასოდეს დაუძახეს. არასდროს ნაკრებში არ უთამაშია ამ ფეხბურთელს. და არ მახსოვს ეგ ფეხბურთელი ვინ შეიძლება ყოფილიყო. აი, დიკანიოს ვიტყვი უბრალოდ, მაგრამ არა სიმართლე. ლეოს ოციკულა არის დიკანიოს სინამდვილეში. არასოდეს არ უთამაშია დიკანიოს. მილანში ნახდა და არ მახსოვდა და მაგრამ დიკანიოს ნაკრებში არ უთამაშია. კი. ნაკრებში არ უთამაშია პრემიერ ლიგის მართლა ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟი. კი. ექსცენტრიულობის გამო ვთქვი დიკანი. თაზო. იყოს Painted Black 20. აბა წავიდეთ დეპრესიისკენ. 2014 წელს საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ ამ სპეციალისტ დეპრესია დაემართა. ფიქრობდა ფეხბურთისთვის საერთოდ დაენებებინა თავი და ამ დროს გამოჩნდა ინგლისური კლუბიდან შემოთავაზება, რომელიც ერთი დიდი ზღაპრის დასაწყისად იქცა. იყოს Claudio Ranieri. ლეოს ოციკულა. პატა. ხო მოდი მე ავირჩევ იყოს ეს Golden Years და ისევ ათიკულა. ოქროს წლები ათქულიანი. ამ გუნდმა თავის ოქროს ხანაშიც ვერ მოახერხა სერიას მოგება, არა და 90-იან წლებში ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი იყო. იმდროინდელი გუნდის შემადგენლობას რომ გადახედოთ, იფიქრებთ Dream Team-ს უყურებთ. ეს კლუბი უნდა დამისახელოთ. ჩემი აზრით ეს უნდა იყოს მილანის ინტერი. ეს არასწორი პასუხია, თაზო? Parma. ეს სწორი პასუხი არის. პარმა არის. ანდრო. Final Cut 20. Final Cut 20. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დიეგო მარადონამ ამ ორი ფეხბურთელის წაყვანაზე უარი განაცხადა, რასაც უდიდესი კრიტიკა მოჰყვა. ამ ფეხბურთელებს ძალიან მაგარი სეზონი ჰქონდა და ტრებლი მოიგეს. მარადონას გუნდის შედეგებს თუ გადავხედავთ, ალბათ დანობდა თავის გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ინანებდა, იმიტომ რომ ტრებლის მომგები ორი კაცი არ წაიყვანა, Esteban Cambiaso და Javier Zante. ლეოს ოციკულა. თაზო. იყოს Golden Years 20. ოქროს წლები მეგობრებო, ოქროს წლები. 1985 წლებში ამ ქვეყანაში ფეხბურთის ოქროს ხანა იდგა. ქვეყნის უმთავრესმა კლუბმა ჩემპიონთა თასი მოიგო. ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალში დასანანი მარცხი განიცადა. გავიდა წლები და დღეს ამ ქვეყნის მიღწევებისგან მოგონებებიღა დარჩა. თაზო. იყოს Dania. დანია არასწორი პასუხია? პატა? ეს უნდა იყოს იუგოსლავია. იუგოსლავია სწორია, ლეოს ოციკულა. პატა, შენი არჩევა. მოდი ავირჩევ Painted Black-ი და ათიკულა. კი ბატონო. ფეხბურთელი, რომელიც წლების წინ ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი იმედი იყო, დეპრესიამ და მენტალურმა ჯანმრთელობამ უკან დახია. დღეს 28 წლის ნახევარმცველი Fabregas-ის გუნდში ცდილობს რეაბილიტაციას და ფორმაში დაბრუნებას. იტალიაში სადებიუტო თამაში საშინელი გამოდგა. მოედანზე რამდენიმე წუთის შემოსული იყო, როდესაც წითელი ბარათი მიიღო. ვინაო? როგორ დამისხა? ვინ არის თო? ახლებიც არიან თუ. გადავლოცავ პასუხს, თაზო? ვინც დააჭირა. Dele Alli. ლეოს ათიკულა. სადაა ძმურა? კომოში არა და მილანთან მიიწევს. ხო. კაი, მოდი წავალ მე, რავი, Final Cut 10. Final Cut 10. 2014 წელს იურგენ კლინსმანმა ეს ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანა.
ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდარული ფეხბურთელის საბოლოო შემადგენლობის მიღმა დატოვებას პრესაში კლინსმანის კრიტიკა მოჰყვა. ბევრის აზრით, ამ შემტევის გამოცდილება გუნდს ძალიან წაადგებოდა. ლენდონ დონოვანი. ლევსათი, კი. თაზო? ყოს 20-იანები ამოვწუროთ და რონალდ რეიგანის ერა. რონალდ რეიგანის ერა 20. UEFA-ს თასის ეს გათამაშება რეიგანის ერის მიწურულს დაიწყო და ფინალი ბუშის ინაუგურაციის შემდეგ შედგა. ამ სეზონში ამ კლუბმა ჯერჯერობით ისტორიაში პირველი და უკანასკნელი ევროტურნირი მოიგო. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ტურნირზე გუნდის ბომბარდირი კარეკა გახდა. თაზო. ან ტურის წელი უნდა ვთქვა თუ არა, გუნდი უნდა თქვა, გუნდი. გუნდი? ხო. კლუბმა. კარიერა არ ვიცი. ლაციო იყოს, არ ვიცი. არა. თქვა? კი. ეს არის ნაპოლი. კი. რომელმაც შტუტგარტს მოუგო თუ არ ვცდები 2 მატჩიანი დუელი. არ გამოვრიცხავ. ვერც დავადასტურებ, ვერც უარყო. მონი ეგრე იყო. პატა. მაჯიკა ეგეთი დროა. აი said but true იყოს და ისევ ათქულიანი. ისევ ათქულიანი. ევერტონისა და არსენალის ყოფილ ფეხბურთელს ნორმალური საკლუბო კარიერა ჰქონდა. უბრალოდ ისეთ ეპოქაში მოუწია თამაში ესპანეთის ნაკრებში მისი ადგილი არასდროს გამოინახა. დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და ვინც ის იქნებ ოდესმე როგორც მწვრთნელმა მაინც ჩაიბაროს ესპანეთი. შესაძლოა ყოფილიყო რომ შოთას თანაგუნდელიც იყო და არის არტეტა. ეგრე ძალიან მარტივდებოდა ყველა. ხიზანასიც მე მგონი. ლევსათი. ხო, თავისთავად. კაი, final cut. Final cut 30. 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ამოთამაშეს რომ ეთამაშა, ვინიც ის იქნებ ნაკრები ჩემპიონის გამხდარიყო. ამ ფორვარდმა 2 წლით ადრე ნაკრებს ოლიმპიური ოქრო მოაგებინა. 33 თამაში 43 გოლი ჰქონდა გატანილი. 1959 წელს იტალიურ გრანჯს შეუერთდა და ამის გამო ვერ მოხვდა ნაკრებში. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია უცხოეთში მოთამაშე პროფესიონალებს ნაკრებში ასპარეზობას უკრძალავდა. ვახ. სივორი? არ არის სწორი? უბრალოდ თქვი ვინც გამახსენდა დაახლოებით მაგებთან თორე არ ფუჭოშია. მესი ყოს ვინ იყო სხვა, არ ვიცი. არ გაქვს ამ ვერსია? არა, სხვა არ მახსენდება. ეს ფეხბურთელი მეგობრებო იყო მილანის ლეგენდა გუნარ ნოლდა. თუ არ გუნარ ნორდალი, კი, გრენოლი. უნდა. შვედეთ შეიძლება მოეგო ის სოფლიო გახსოვთ. იმ სოფლიოს ძალიან მაგარი გუნდი იყო. ხო რა, ბრაზილია არგენტინაზე უფრო წავით შვედეთზე. ალბათ მახსოვს. აქ მინუსი რამდენია? 10. ყველა შემთხვევაში, ხო? ნომინალს არ აქვს. არანაირი მნიშვნელობა. აჰა, კაი. თაზო. იყოს Painted Black 30. Painted Black 30. ეს ლეგენდარული სპეციალისტი იხსენებდა, რომ როდესაც ტრავმის გამო ფეხბურთისთვის თავის დანებება ნაადრევად მოუწია, მისი ცხოვრება შავად შეიღება. ხსნა მწვრთნელის კარიერა გამოდგა, სადაც 2 სხვადასხვა გუნდით ინგლისის ჩემპიონატი მოიგო და 2-ჯერ ჩემპიონთა თასი აღმართა. თაზო? თქვი? ოფსონი არის. არ არის სწორი? მეც მაგაზე ვფიქრობ. ამიტომ რატო არ ვიცი. აი 10 წამით პატა დაითვლის პრინციპში. მაინც გვასწრებს ხოლმე და. რა, ინგლისის ჩემპიონატი მოიგო 2-ჯერ, ხო, 2 სხვადასხვა გუნდით. კი და 2-ჯერ თასი. აჰა, რა თქმა უნდა, არ ვიცი, რავი, უბრალოდ მარჩელო ლიპი გამახსენდა უბრალოდ, კაი. არა, ჩემპიონთა თასი მეგობრებო, ლიგა არა, თასი. ვიცი, უბრალოდ მარჩელო ლიპი, იმიტომ რომ ბრაიან კლაფი არის ეს ადამიანი. კი, კლაფი. ჩაუმაკელთისათი. Nottingham Forest. ლივსავედი 50. Nottingham Forest მოაგებინა. ეგ ვიცი.
ხო, ეხა მე ვირჩევ, კი ხო? ბატონო. დარჩა 3.30 ქულა და მოდი იყოს ისევ და ისევ რონალდ რეიგანი ამოვწუროთ 30 ქულით. ეს ნაკრები 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი აღმოჩენა იყო. გუნდმა მერვედფინალში საბჭოთა კავშირი, მეოთხედფინალში კი ესპანეთი დაამარცხა. ამ გუნდიდან თქვენ უნდა დამისახელოთ ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც სხვადასხვა დროს სხვა კლუბებთან ერთად ინტერის, ბორდოს, ოსერის და ტორინოს რიგებში თამაშობდა. ეს ნაკრები არის ბელგია და ეს კაცი, ვინც უნდა ვთქვა, არის ენცო შიფო. პლუს 20. პლუს 20. ანდრო, ოქროს წლები თუ Said but true. said but true. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა. რომ ეწავაგებავდა მე სამარცხვინო შედეგით. ამ გუნდს სერია A არასდროს მოუგია. 1978-79 წლებში სეზონი წაგების გარეშე ჩაამთავრა, სამწუხაროდ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მილანთან 3 ქულა წააგო. სერია C-ს ბინადარი წითელფორმიანი კლუბი ბოლო სერიაში 2003-2004 წლებში იყო. ანუ გუნდმა ისე დაამთავრა ჩემპიონატი, რომ თამაში არ წააგო და ჩემპიონი მაინც ვერ გახდა. ვახ, ორი ვარიანტი მაქვს, მაგრამ მოდი ვიტყვი ლივორნოს. არასწორია ლივორნოს ლივორნო. წითელი ფორმა არ აქვს. რატო? პორტოსფერი. მეწამული. ხო, შინდისფერია, რაც მუქი. რეჯინა, არ ვიცი. პასუხი არის პერუჯა მეგობრებო. პერუჯა, ხო რა. და ბოლო შეკითხვა ოქროს წლები 30. 70-იანების მიწურულიდან 80-იანი წლების შუამდე ამ კლუბს ოქროს ხანა ჰქონდა. ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალი ითამაშეს და 67-78 წლების სეზონში UEFA-ს თასის ნახევარფინალში გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ მაგ სეზონში მერვედფინალში თბილისის დინამო გაანადგურეს. ის დინამო, რომელმაც ინტერი გამოაგდო, ამ გუნდმა 4-0 გაანადგურა ეგ დინამო. ურა, კაი ოქროს წლები აქვს. ხო, ანუ მადრიდის რეალი არის პასუხი. კავრისკო. არა, მაინც. რა ვიცი, ვიტყვი მაინც სტანდარტი სიტყვა. არ არის სწორი? შეიძლება დამაკლდეს 10 ქულა, მაგრამ მაინც გონია, რომ ტოტენჰემ ჰოტსპურია. -10 ქულა, კი. გრასოპერსი არის მეგობრებო. ხახახახ. ამით დასრულდა მეორე რაუნდი. პატას აქვს 130 ქულა, თაზოს აქვს 60 ქულა, ანდროს კი 40 ქულა. ვიწყებთ მესამე რაუნდს კონტრიერში. მესამე რაუნდი მეგობრებო, ტრადიციულად შედგება 10 შეკითხვისგან. ოღონდ ორი ერთზე თამაში აღარ გვაქვს, როგორც იცით, ყველა ხალხთ თქვენი თავისთვის, თქვენი თავის ამარა. სწორი პასუხი არის +20 ქულა, არასწორი პასუხი არის -10 ქულა. აჰა. დღევანდელი თემა არის რა თაობა მოდის. არის 30 წლის 22 და ქვემოთ ფეხბურთელები, რა ეს უხეშად. ახალი თაობა. წინა თაობა გავიარეთ, ეხლა ახალი თაობის დრო მოვიდა. ისა დასწრებაზეა, ხო? რა თქმა უნდა დასწრებაზეა. დასწრებაზეა. და მაგალითად ორმა თუ არასწორად უპასუხა, ჯერ ერთმა დაასწრო, მერე მეორე, მესამესაც შეუძლია აქ პასუხი. ხო, ეგ კაი მომენტია ხოლმე, კი. პირველი კითხვა. ეს ნახევარმცველი ესპანეთის ნაკრების მომავალია და ნოემბერში უკვე დებიუტი ჰქონდა. ის სიმეონეს გუნდის შუახაზის ამომავალი მეორე თაზო? გვარი მინდა მეც. MVP გახდა ჩემპიონთა ლიგაზე. თაზო. უნდა მითხრა, თორე პატა ითვლის უკვე მინუსები აქვს დაგროვებული ადამიანს თქვენი იმების წამების. პაბლო არ მახსოვს. ანდრო? პაბლო ბარიასი. -10 +20. პაბლო ბარიას ხო? -10 ხო, უკაცრო დავიბენ, მე მგონა -10. პაბლო ხო, პაბლო. მიფთა, ანუ ашკარად იცოდა ვიცი, უბრალოდ რა თქმა სახელი უნდა ვერ მიხსოვდა, ვცდილობდა გაიხსენებინა სახელი. მეორე. დაგიჯდათ ჯენზი რა. ფლორიან ვირცთან ერთადერთი, რომელსაც მიმდინარე ბუნდესლიგის სეზონში 15 და მეტი გოლს პლუს ასისტი აქვს. მუსიალა? -10. ამ სლოვენიელს დიდხანს ახლანდელ კლუბში დარჩენას არ უწინასწარმეტყველებენ.
ექსპერტების ზაფხულში ამ ფორვარდის 80 მილიონზე მეტად ბენჟამინ შეშკო. ლიუსოცი. ეგა. ეტო ვიჩქა. მესამე შეკითხვა. ყველაზე ახალგაზრდა იუვენტუსის ისტორიაში, ვისაც სერიაში გაუტანია და ყველაზე ახალგაზრდა US ისტორიაში, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე გაუტანია. ილდიზი. ლიუს 20, ოღონდ დამელოდეთ ხოლმე შემდეგ რომ თქვა რომ შენ უპასუხე, რომელიც იქნებოდა. ამ მილანის აკადემიის ყოფილ წევრს თავად პაოლო მალდინიმ დაურეკა. ვერ იტყვი არას მილოშ კერკეში. ლიუს 20. მილანზე. თემა რო შევცვალოთ. მეხუთე. ეს 19 წლის შემტევი ნახევარმცველი ბაიერნს ეკუთვნის. წელს კი არენდით ჰაიდენჰაიმში, ბუდუ ზივზივაძის თანაგუნდელია. გამორჩეულ გერმანელ ტალანტად ითვლება და ბევრმა შესაძლოა ჰაიდენჰაიმის ლიდერიც უწოდოს. გვარი დამაუწყდა. შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ. ეს ფეხბურთელი მეგობრებო გახლავთ ოლ ვანერი. ვანე. ბინა? ოლ ვანერი. არსენალისა და ჩელსის აკადემიის ეს შემტევი გასულ წელს არენდით საფოლკის რეგიონში გადავიდა. ჩემპიონშიპს ალღო ისე კარგად აუღო, საფოლკელებმა მისი სახელი შეცვალეს და ნეიმარს ეძახდნენ. მიმდინარე სეზონში იფსვიჩი ჰაჩინსონი. ლიუსოცი. აღამდენი დარჩა ამ ტურში. კიდე 4 კითხვა. აუ! ახლაც უნდა უყურებდე პატა ფეხბურთს, ხედავ? ბიჭო, არა უყურებ, მაგრამ ნუ ძალიან ისეთებია რა. ეხა აი არც ერთმა გვარმა არაფერი არ მომცა, ეხაც კი. ეხა თავიდან წაიკითხო მაინც ვერ ვიყო. ანუ არ უყურებ ეხა ფეხბურთს. მეშვიდე. სრულ ცხრიანების ოვერდოზი და კლასიკური ცხრიანების ნოსტალგია ესპანეთის ნაკრებში შესაძლოა ამ ახალგაზრდამ დაასრულოს. შეუძლებელია პორტოში მის ტრანსფერს ნანობდნენ. სამოო მოროდიონი. კი ბატონო, სამოა გეხოვათ ჩაგეთვლება სამოო მოროდიონის გეთვლებათ. ლიუსოცი. ეს მარჯვენა ვინგერი, ახალი რიად მაჰრეზი და მან-სიტის შეტევის ლიდერი სავიო. ლიუსოცი კულა. იუვენტუსის next gen-ის აღზრდილ ამ ჰოლანდიელის გაშვებას ჰაუსენი. კი ბატონო, ლიუსოცი კულა. ამუალა ამოს. დავაკამბე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს მოთამაშე სულ რაღაც 2 წლის წინ მინსკის ენერგეტიკ ბიჯიუში თამაშობდა, ბეგეუში ალბათ. მისი ამჟამინდელი პოზიცია უფრო შთამბეჭდავი ხდება. ლანსში წარმატებული სეზონი ქალაქელებმა დაუფასეს და მის ტრანსფერში ფული არ დაზოგეს. თაზო? ხუსანოვი. ლიუსოცი კულა. ამით დასრულდა მეგობრებო მესამე რაუნდი. თაზოს აქვს 90 კულა, პატას 130 კულა, ანდროს 170 კულა და ვიწყებთ მეოთხე გადამწყვეტ რაუნდს ბოლო თავი. მეოთხე რაუნდის წესები მეგობრებო, ალბათ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ყველას გითამაშიათ, მაგრამ მაყურებელს შევახსენოთ ესეთ ცირედით. აქ იქნება 10 შეკითხვა, თითოეულზე 5 მინიშნება, პირველ მინიშნებაზე გამოცნობა +50, არასწორი პასუხი -10 კულა. მეორე მინიშნებაზე. კი. მეორე მინიშნება +40, -20, +30, -30 და ასე შემდეგ. დავიწყეთ. ბოლო თავი, პირველი ფეხბურთელი, პირველი მინიშნება. 1995 წლის ჰიტ Relax-ის შემსრულებლის საპატივცემულო დარქმეული სახელი. ანუ მართლა ამიტომ დაარქვეს სახელი. მამამის მოკითხეთ, რატომ და როგორ. მეორე მინიშნება. ბაბუის საპატივცემულოდ აღებული 21 ნომერი. მესამე. კაცი, რომლისგანაც სასწაულებს ელოდნენ, უმეტესად ტრავმიანი დიდ ხელფას იღებს. 21 ნომერი, არ ვიცი, პაულო ერქვა Relax-ის შემსრულებლის საღამო. ვერაფერს ვერ გეტყვი პასუხი. პაულო იბალა. -30 კულა. გრძელდება ხო? მეოთხე მინიშნება. აიაქსში გაბრწყინება და ბარსელონას დაინტერესება. თაზო. ფრენკი დე იონგი. ფრენკი დე იონგია. ასწრო რა. ფრენკი ეს მივხვდი სიმღერას. Frankie goes to Hollywood Frankie არის. goes to Hollywood არის ხო? ფუ. მეორე ფეხბურთელი. პირველი მინიშნება. ამ კაცს შუბლზე ეწერა, რომ საუდის არაბეთში ითამაშებდა.
მეორე. ზიმბაბვეს კარში გატანილი შედევრი. მე გირჩევთ რომ ნახოთ, მართლა ძალიან მაგარი გოლი გააქვს. ხვა? კი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი უნდა იყოს. -20 ქულა. აუ, კაიტო. მესამე მინიშნება. ლესტერში გაჩემპიონებული. თაზო? რიად მაჰრეზ. -20 ქულა. ელ-რიადი არის დედაქალაქი, მეგობრებო, საუდის არაბეთის და ზიმბაბვეს კარში მართლა ძალიან მაგარი გოლი გააქვს. შუბლზე წერა თანის მეგონა მაგას ესე აქვს ყოველთვის შუბლი უჭრას და კი. არქეოლოგიური მინიშნება იყო, ხო რა? და თან აფრიკელი ეხლა რომ საუდის არაბეთშია. აფრიკელია მაჰრეზიც, მეგობრებო, თორე. ხო, მაგრამ ნუ შუბლზე წერა იყო და ზიმბაბვეს კარში შედევრი რიად მაჰრეზს. რატომაც გაბონელია და ეხა ციტანს იმეებს. არა, ეგ შედევრი რიად მაჰრეზიმ გაიტანა უბრალოდ, თორე მე თქვენკენ ვარ. მესამე შეკითხვა. პირველი მინიშნება. ევროპელი კუნინძა, რომელმაც ფინალში გოლი გაიტანა და 11 მეტრიანი დარტყმაც. 11 მეტრიანების სერიას გულისხმობ, რა თქმა უნდა. მეორე. პირი გამოირეცხეს სანამ რაიმე ცუდ სიტყვი ასე ხსნის გოლის აღნიშვნის ტრადიციას. ლეონარდო ბონუჩი. -40 ქულა. ლეონარდო არის კუნინძა, მეგობრებო, და ეს რაღაც კუნინძაზე ბაპეზე ვფიქრობდი, რა თქმა უნდა, და დამაბნეველი იქნება პირველზე. კი, მე. მეოთხე. სიმონ ლებონს, ენდი და როჯერ ტეილორებს ეს სახელი ორჯერ აერთიანებს. მეორე მინიშნება. ეს კაცი ანტიოქიაში, სარაგოსაში დაიბადა. ჩემი საყვარელი ადგილი დედამიწაზე. მესამე. ასტონ ვილაში თამაშისას ფიქრობდნენ, რომ დიდ კლუბებში იყო მისი მომავალი. მეოთხე მინიშნება. 21 წლის კოლუმბიის ნაკრების მესამეზე მივხვდი, მაგრამ მაინც დაველოდე. ხუან პაბლო ანხელი უნდა იყოს. -40. აუ, კაი რა. ეხა ხო შემიძლია? ეხა კი. იგივე ქულა მექნება, ხო? -20 გექნება. ჯონ დურანი. -20 ქულა. დურანი არის. ტეილორები, მეგობრებო, დურანი არის. რამდენი კითხვა დარჩა? ჯერ ძალიან ბევრი კითხვა. ვახ, შე რა გითხარ? 6 კითხვა. აუ, რა წავაგეჩი. მეხუთე შეკითხვა. პირველი მინიშნება. ბერძნულად ღვთის საჩუქარი მეჩაკუჩეების გვარს შეხვდა. გთხოვ, რომ იყო მავროპანოსი. -10 ქულა არის. ბერძნულად ითარგმნება ესე თორე. აუ, რა კაცი ხარ რა. გვაბნევ. ბერძნულად წერია, ბერძნულად ღვთის საჩუქარი, რაც ნიშნავს, რომ ბერძნულად უნდა თარგმნო. მე კიდე აღარ შემიძლია ხო დაჭერა? არა. ვატარებ ამ რაუნდს. კი. ამ რაუნდს არა, ამ შეკითხვას. ამ რაუნდს თუ გაატარებ, ანტრო აღარ იქნება. გაატარე მე. მეორე შეკითხვა. მეორე მინიშნება. 1996 წელს ოლტრაფორდზე რუსეთსაც გაუტანა და ხორვატიასაც. მესამე მინიშნება. წლები, რომელიც არასდროს დაავიწყდება 1996 და 1997. იქ დორტმუნდს, ანუ მეორე მინიშნებაში მართლა გაიტანა ეგ ორი გოლი და აქაც მართლა ეს ორი წელი არ დაავიწყდა. შემდეგი. მეოთხე მინიშნება. დორტმუნდის ბორუსიას ფეხბურთელი და წლების შემდეგ მწვრთნელი. კარგით, მეხუთე მინიშნება. ოქროს ბურთის ფლობელი ბოლო აბა მათია ზამერი. -10 ქულა. მათია ზამერმა მოახერხა და ოლტრაფორდზე თამაში ინგლისში იყო, ევროპის ჩემპიონატი და არა, ევროზე იყო ჯგუფში, ხო? ჯგუფში, გერმანელს ფიქრობდი პროსტა რა.
96-97 რატო არ დაავიწყდება, ალბათ მიხვდებით. ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ჩემპიონატი. ხო, რაღაცები ენდი მიოლერი და ვიღაცები შეიძლებოდა და მაგიტო, მაგრამ ნუ მათიასი. მე-6. ბუდას მადლით 1994 წლის მსოფლიოზე მისი გაფუჭებული 11 მეტრიანი მოკლედ ეს ბუდა მე მომდის. ესეთ მარტივია? რობერტო ბაჯო? -10 ქულა. ბუდას მადლით 1994 წლის მსოფლიოზე მის გაფუჭებულ 11 მეტრიანს არავინ იხსენებს. ბუდა არის რობერტო ბაჯო. ბარეზი. -50 ქულა. ეგა. ვაა. მეგობრებო, წინ გვაქვს, ესე იგი, კიდევ 4 შეკითხვა და ამ მომენტში ქულები არის 70 პატა, 190 ანდრო და 190 თაზო. ჯენზიმ დამაქცია. ფრანკო ბარეზი მაგარი ჯენზია. არა, ხომ არა, რავი ეხა რა. აინე. მაგარი ჯენზია. ჩემს საყვარელი ჯენზია ფრანკო ბარეზი. შემდეგი. 2000 წელს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი. კიდე გავრისკო? შენს ადგილზე მეორეს დაველოდიფოთი მაინც რა ვიცი. მეორე. ხუჭუჭა არგენტინელი. ვინ იყო? პატა შენ. პატა. ეხაც თუ შევწდი. სახშო ცოცხალი არ წავალ. ერნან კრესპო. -40 ქულა. ვაშო. კრესპო ნიშნავს ხუჭუჭას. ო თან კაი იმაზე იყო ლაციოში გადასვლით გახდა. ძვირადღირებული. 3 შეკითხვა გვაქვს წინ. მისი გვარი არაბულად აღმოსავლეთელს ნიშნავს, თუმცა აზიასთან კავშირი არ აქვს. ნუ აზიელი ფეხბურთელი არ არის რა. მეორე. როცა ნაკრების არჩევის დრო მოვა, საფრანგეთი, ალჟირი, იტალიიდან ერთ-ერთში ითამაშებს. რაიან შერკი. -40 ქულა. აფსონა იამაყი. ეს ტაპსონე შენ გეძგნებ. მე-9. იტალიაზე დაიწყო. პირველი მინიშნება. მამას და შვილს პასები რომ უყვართ ფაქტია. მეორე მინიშნება. მამამ 1998 წლის მსოფლიოზე ითამაშა, შვილი რეალმა აღზარდა. ნიკო პასი. +40 ქულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო შეკითხვას აზრი აღარა აქვს მეგობრებო. დაძაბული, მშვენიერი თამაში გამოდგა, ძალიან დიდი მადლობა ყველას. ასეთი კარგი თამაშისთვის და გამიზიარეთ თქვენი ემოციები. გამარჯვებულმა თქვას ისა მარტო. როგორ იმაში რაღაც ეტაპზე მეგონა რომ შანსი არ მქონდა საერთოდ. პატა არის ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანაში საერთოდ ვინც სპორტი იცის და თაზოს ბავშვობიდან ვიცნობ ერთად ქმნიდით ერთ-ერთ საფეხბურთო ფეისს. ჯერ კიდევ 12-13 წლისები ვიყავი და მაქედან ვიცი რომ თაზოც ზაკარად ერკვა ფეხბურთში. ძალიან მიხარია რომ გავედი ფინალში, იმიტომ რომ ჩემი თავის არ მჯეროდა და რაღაც ეტაპზე უბრალოდ მეგონა რომ შევრწმებოდი, მაგრამ არ შევრწმე. ბოლომდე იბრძოლეთ. ოკეი, ვინ შევწყვა? ნახე? დაუჯერებელია. თაზო. ვაუ, მაგარი თამაში იყო. სიამოვნება მივიღე პირველ რიგში, ულოცავ ამ დროს. პატასაც ეგრეთ წუდა არ უთამაშია იმ რაუნდის ჯენზის გარდა და რა ვიცი. ხო, კაია რომ დაბალანსებული თამაშია და სადღაც რომ მეგონა რომ შანსი არ ქონდა, მე პატა მიფიქრა რომ მას არ ქონდა შანსი იმ რაუნდში და ყველაფერი კარგად იყო გადანაწილებული. ამატებებ ფინალში. პატა. შედეგები მეტყველებს როგორი ისიც მაქვს, რა ქვია, შეფასება ამ თამაშზე. მართლა საინტერესო თამაში იყო, რა თქმა უნდა, როგორც ჩვევია პრესინგს და აბსოლუტურად დამსახურებულად მოიგო. გამარჯვებულმა ანდრო კიდევ ერთხელ მილოცავ. დანარჩენი არაფერი, მოდი არაფერს არ ვიტყვი. მადლობა მეგობრებო მონაწილეობისთვის. ანდრო, ჩვენ კი შევხვდებით ფინალში. აბადროებით. Toti!